ვიცით რომ მას ოფიციალურად ორი ბრალი აქვს წარდგენილი, ერთი ეს არის საჯაროდ პოლიციელებისთვის და სპეცრაზმელებისთვის ქრთამის შეთავაზება და მეორე ხელისუფლების კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები საჯაროდ, მაგრამ და ისიც ვიცით რომ მას შეუზღუდეს ყველანაირი კომუნიკაცია საპატიმროში. ესეთია მოცემულობა ამ წუთში ხაბეიშვილთან, თუმცა ეს საჯარო განცხადებები კობახიძის მხრიდან ეხლა უკვე დაამატა გარკვეული ასე ვთქვათ დეტალებზეც საუბრობს, ანუ პირდაპირ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი თანამშრომლობდა სუსის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, აგერ უწყისიც მაქვსო ნანახიო ამბობს, თქვენს რომ ხელფასს უხდიდნენ, ალბათ ლილუაშვილს გულისხმობს, ანუ არ ვიცი, მის რომელიმე მოადგილეს და მეტიც მოითხოვეს ლევან ხაბეიშვილისთვის ხელფასის მომატება და რომ რაც მოძრაობიდან გამოაქვსო ინფორმაციაო და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. მესმის რომ თქვენ აბსოლუტურ ასე ვთქვათ ტყუილს უწოდებთ და ცილის წამებას ამ განცხადებას, მაგრამ აი პოლიტიკური ასე ვთქვათ ხედვის თვალსაზრისით ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ ხაბეიშვილის საქმე სწორედ აქეთ წაიყვანოს და ის ორი ბრალი კი არ გახდეს ცენტრალური მის საქმეში. აი ამაზე გააკეთონ სწორედ აქცენტი. ამაზე რაზე? აი რა ვიცი თანამშრომლობაზე სუსთან ნაციონალურ მოძრაობიდან გამოაცხადებენ დაჟადქმედება? არ ვიცი, ბატონო გიორგი ხარ, არ ვიცი. აქამდე ხო ვერ მიხვალ სუსთან. დაჟადქმედება აქამდე იყო საჯარო მოწოდებები? არა, არც არის და ამიტომ აბსურდია თქო და ახლა იტყვიან მეორე აბსურდს რომ სუსთან, ნუ ყოველში მათი გადმოსახედით ხა ეს სუსი FSB არის რა თქმა უნდა და ჩემთვის მასთან თანამშრომლობა რა თქმა უნდა სახელმწიფოს ღალატია, მაგრამ იურიდიულად, ლეგალურად ხო, საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობა, პოლიციასთან თანამშრომლობა თვითონვე გამოაცხადებენ დაჟდათქმედება დანაშაულად? მაშინ რა საინტერესოა, მაგრამ თქვენ რას ამბობთ? ხო, თქვენი ვერსია როგორია, აი რა უნდა სჭირდებოდეთ ამ ტიპის განცხადებები? დისკრედიტაციისთვის მარტივია. კონკრეტულად ამ პოლიტიკოსის? თუ ნაციონალურ მოძრაობის ზოგადად? თუ ლევანზე ლაპარაკობენ, ლევანის დისკრედიტაციაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ქვია, მთავარი სამიზნე თქვენ ახსენეთ, ამიტომ მინდა ვთქვა, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 4 წელიწადია ზის ამ მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის ასე ვთქვათ 4 კედელ შორის, როგორც პუტინის მძევალი და ტყვე და ის ყავთ რა თქმა უნდა ამოღებული მიზანში, შემდგომ რა თქმა უნდა მთელი ნაციონალური მოძრაობა და ეხლა ლევან ხაბეიშვილი, იმიტომ რომ მან ყველაზე აქტიურად ნაციონალურ მოძრაობამ ერთად, მაგრამ ლევანმა ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მის ინიციატივას, მისი მოძრაობის რუსთაველის გამზირის ინიციატივას და ის ყველაზე მეტად აქტიურად ესეთა წინსწრებად ამხელდა ამ რეჟიმს და ჰქონდა ინფორმაცია გარკვეული რომ ვის დაიჭერენ, ვის მიადგებიან და ასე შემდეგ, ხო? და რაც ლევანის ასე ვთქვათ წინასწარმეტყველებები და ინფორმაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხა დელფოსის პიტია ხო არ არის? ანუ გააჩნდა რეალურად, ხო, აქედან გამომდინარე. იზოლაციაში თუ მოახდინეს დაუშვათ როგორც 4 ოქტომბრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რა ვიცი, რა შედეგი მიიღეს, ხო? გიყვებით ახლა ამას, რომ აქედან გამომდინარე, მათ ამ შიდა კლანურ ამბავში არ აწყობდათ ასეთი ადამიანი, ისე როგორც არ აწყობდათ 4 ოქტომბრის მოძრაობის და 4 ოქტომბრის ამ რეჟიმის მშვიდობიანად დასრულების ერთ-ერთი ლიდერი, ბუნებრივია, არ აწყობდათ. მე ასევე მინდა მიხეილ სააკაშვილთან და ლევანთან ერთად ასევე მივესალმო ახლახან დაჭერილ ელენე ხოშტარიას და ყველა პატიმარს, მზიას და ყველა სინდისის პატიმარს. ყველა ვართ ამოღებული მიზანში და ლევანი ამ შემთხვევაში გაეჭხირათ კისერში სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხრივ არ აწყობდათ, ორივე მხრივ ასე ვთქვათ დისკომფორტს უქმნიდა, ერთი რომ შიგნიდან გამოქონდა ინფორმაციები, რაც დასტურდებოდა შიგნიდან საიდან ბატონო გიორგი? ამ ბანდის შიგნიდან, ამ ბანდის შიგნით რა ხდებოდა? ღარიბაშვილი, გომელაური, ეს ადამიანები იყვნენ ლევან ხაბეიშვილთან უშუალო კომუნიკაციაში. მე არ ვიცი ვინ იყო, მე ლევანისთვის ეს არ მიკითხავს, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. აკეთებდა ძალიან ხმაურიან განცხადებას. მე ლაპარაკობ ფაქტს. მესმის, მაგრამ საიდან გამოქონდა, მე ახლა თქვენ მეკითხებით იმათთან იყო თუ არა კავშირზე, მე არ ვიცი და ამას რომც ვიცოდე არ გეტყოდით რა თქმა უნდა. ხო, ბუნებრივია. ხო, მაგრამ ხო რო გამოქონდა, საიდან გამოქონდა და როგორ გამოქონდა ამ ბანდის შიგნიდან ინფორმაცია დასტურდებოდა, ხო? მე ხო არ ვიგონებ არაფერს, ხო?
თვეების განმავლობაში თქვენ საშუქებთ ამას, რომ აი ლევან ხაბეიშვილმა ერთი თქვა, გავიდა რაღაცა პერიოდი, 2 კვირა, თუ შეიძლება 2 თვე, აი დადასტურდა. მე კიდე მეორე ფაქტი დადასტურდა, ხო? აქედან გამომდინარე ის მათ არ აწყობდათ, ბუნებრივია, იმიტომ რომ შიდა როგორც უკვე გითხარით, ამ თემით დავიწყეთ, აი იმ ფულის გათეთრების თემაზე როცა საუბრობთ, რომ შიგნით მიდის ამ ფულთან დაკავშირებით ერთმანეთს ესწრიან და კლავენ თქო და ბუნებრივია ხა ლევან ხაბეიშვილს რომ რაღაცა დააბრალონ, მაგრამ რა გასაკვირია და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი აქვთ გამოჩხერილი კისერში ეშინიათ, იმიტომ რომ იციან რომ ქართველმა ხალხმა ისინი გაშიფრა. ეხლა აღარ არის მარტო ნაციონალური მოძრაობა, რაც 13 წლის განმავლობაში ხდებოდა, მარტო ნაციონალური მოძრაობა არ უპირისპირდება ამ რეჟიმს, სხვაებიც უპირისპირდებიან და მთელი ქართული საზოგადოება უპირისპირდება. ეს არ შეცვალა გეგმები თუ არ გააქტიურა 4 ოქტომბრისთვის მზადება, ვიდრე 4 ოქტომბერს